ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა. საშობაო ალილოს მონაწილეები ტრადიციულად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ალილოს მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში შობის პარაკლისით დასრულდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევონ მგალობლიშვილის მხარდაჭერითა და სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ორგანიზებით ცენტრის თანამშრომლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ალილოს მსვლელობაში. აფხაზეთის მთავრობისა და ცენტრის სახელით ალილოს მსვლელობის ორგანიზატორებს სურსათი და საშობაო ნობათი გადაეცათ, რომელიც მსვლელობის შემდეგ ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფარში დარიგდება. საშობაო ალილოს ტრადიცია 2000 წლიდან საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღდგა. ძალიან საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს. დღეს მნიშვნელოვანი დღე არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ გუშინ დავესწარეთ საშობაო ლიტურგიას, მოვისმენთ პატრიარქის ეპისტოლე. იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლის ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა. მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის კეთილდღეობის ზრდა ამ ქვეყანაში. ალილო არის დღესასწაული, საუკუნეების მანძილზე ეს ტრადიცია მოსდევს საქართველოს. ალილო არის ლოცვა. პატრიარქი მეტი სიყვარულისკენ, მეტი თანადგომისკენ მოგვიწოდებს. სასაკოლო ეს არ არის მხოლოდ იმ ბიბლიური კანონებიდან გამომდინარე მოწოდება. ეს არის მოწოდება იმისათვის, რომ ყველა კონფესიის ადამიანმა ქრისტიანი იქნება თუ არა ქრისტიანი, ერთმანეთისკენ გზა გამონახოს. ეს არის მისი მოწოდების არსი. მთელ საქართველოს მიულოცავ ამ დღეს. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აფხაზეთში მიულოცავ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ძალიან გვინდა მათთან ერთად ვზეიმობდეთ ამ დღეს. დღევანდელ დღეს ცოტა სევდიანი ელფერი დაკრავს იმ დიდი უბედურების ტრაგიკული ამბის გამო, რაც მოხდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა არ არის ისეთი საზეიმო, როგორც ტრადიციულად გვაქვს ხოლმე. აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ამ მსვლელობაში მონაწილეობას. მინდა გულით და სულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და მიულოცო ჩვენს ერს, ქართველ ერს, ჩვენს საბოლოო პატრიარქს და მთელ სამყაროს. დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებული იმით არის, რომ კაცობრიობამ დაკარგა მარადიული ნეტარი სიცოცხლე, ცხოვრება სამოთხეში ცოდვის შედეგად და ღმერთმა თავისი განკაცებით ეს დაგვიბრუნა. გილოცავთ ყველა შობას, პირველად არ ვარ აქ და ძალიან უყვარს აქ ხარობა და ჩემ შოვილებთან ერთად მოვიდა.